მოგესალმებით. დაგვიდით, რომ ჩემი საუბრები წარმართული იქნებოდა წიგნ დაბრუნება ედემში ასახული ინფორმაციით. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, მაგრამ ამჟამად მიზანშეწონილად ჩავთვალე გამონაკლისის დაშვება ერთი მეტად საჭირო საკითხის განხილვის გამო. რასაც ხელი შეუწყო იმ უბედურმა შემთხვევამ, რაზედაც ახლა გიამბობთ. ჩემი ქალიშვილის თანამშრომელი ცოლად გაყვა თავის რჩეულს. ორმხრივი სიყვარულის ნიადაგზე ოჯახის შექმნას ღაპრული ქორწილით აღნიშნეს. ბედნიერების მწვერვალზე მყოფებმა ქორწილის ცერემონიალი საქორწილო მოგზაურობით დააგვირგვინეს. ჯერ იაპონია მოინახულეს და შემდეგ კი ინდოეთის ოკეანის კუნძულს ესტუმრე. მაგრამ სამწუხაროდ მათი ბედნიერება უბედურმა შემთხვევამ დაასრულა. რადგან ტურისტულ ჯგუფთან ერთად წყლის სიღრმეში აკვალანკებით ყვინთვისას ნეფეს ზვიგენი დაესხა თავს. საბედნიეროდ მისი სიცოცხლე კი გადარჩა ურთულესი ოპერაციის ჩატარების ფონზე, მაგრამ სამწუხაროდ ფეხის მოკვეთა გახდა აუცილებელი. როცა ეს ამბავი თანამშრომლებმა შეიტყვეს, ჩემი ქალიშვილი ძალიან შეაწუხა მომხდარმა და დანანებით თქვა: ამდენ ხალხში რატომ მაინდა-მაინც მხოლოდ ის გამოარჩია ზვიგენმა და თაფლობისთვის ჩაუმწარა? მართლაც საკითხავი სწორედ ეს არის, რატომ ის და სხვა არავინ. სანამ კითხვაზე გავცემდე პასუხს, მანამ მინდა კიდევ ერთი ამბავი გიამბოთ. საერთაშორისო საკითხებზე ვსაუბრობდით მე და ჩემი ორი ნაცნობი. ორივე მათგანი განათლებული და საკმაოდ მოაზროვნე პიროვნება. საუბარი წარიმართა ომის შესახებ და ორივემ საყვედური გამოთქვეს ღმერთის მიმართ იმის თაობაზე, რომ უშვებდა იმას, უდანაშაულო ადამიანები დასჯილიყვნენ. რასედაც მე შევეპასუხე და უთხარი, რომ ეს სამყარო მკაცრად კანონზომიერულად მოქმედი იყო და დაუმსახურებლად არავის არაფერი შეემთხვეოდა. ცხადია, ამან ორივეში აღშფოთება გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: ვერანაირად დავიჯერებ იმას, რომ ან ომის მსხვერპლმა ბავშვებმა და თუნდაც იმ ორსულმა ქალმა, რომელსაც მუცელი გაუჭრეს, შვილი ცოცხლად ამოუყვანეს და შემდეგ ორივენი მოკლეს, ისეთი რამე დააშავეს, რომ ასეთი სასჯელი დაიმსახურესო. მე შევეცადე, რომ მათთვის ამეხსნა მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდებოდა ასეთი რამეები ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მათ არ ინდოვეს მოსმენა. ამიტომ მეტი გზა არ იყო და გავჩუმდი, მაგრამ ახლა დავარღვევ სიჩუმეს და საქვეყნოდ განვაცხადებ მიზეზს იმისას, თუ რატომ ხდება იმგვარი შემთხვევები, რაზეც ვისაუბრე. რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს დაინტერესებს მის შესახებ. ამ სამყაროში, რომ მიზიდულობა-განზიდულობის კანონები მოქმედებს, ეს ყველასათვის ცნობილი რამ არის. ასევე ცნობილია ისიც, რომ მსგავს მიიზიდავს და საწინააღმდეგონი კი განიზიდებიან. ხოლო რაც შეეხება მსგავსებასა და საწინააღმდეგეობას, მას კი ის ენერგიები განსაზღვრავენ, რითაც დამოხტულები არიან სხეულები. რაც შეეხება ადამიანს, მას ამ მუხტს ანიჭებს მის მიერ განხორციელებული ქმედებანი, რომელიც ან ხელის მიერ იქნება შესრულებული და ან ენის მიერ. რაც ვთქვი, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მოვიქცევი ასე. როდესაც წინაპრებისაგან ლამაზი გარეგნობა, ნიჭები და მატერიალური სიმდიდრე ერგებათ მემკვიდრეობად, ეს ყველას მოსწონს. მაგრამ მემკვიდრეობა მხოლოდ ის არ არის, რაც ახლა ჩამოვთვალე. არამედ მხოლოდ ნაწილი არის მისი და სრულყოფილი სახე კი ასეთია. გენურ წინაპართაგან ნაგროვები ცოდვა და მადლი, რომელიც არის განმსაზღვრელი კიდეც ადამიანის ბედისწერისა შემდეგნაირად. როცა პიროვნება უანგარო სიკეთის ფონზე ჩაიდენს გარკვეული სახის ქმედებას, მას ბედისწერაში მისი საზღაური წყალობას მიეცემა და თან დაემატება წინაპართაგან ამავე კატეგორიით ჩადენილი სიკეთის წილი. საწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას კი ასევე განიჭება და წყალობის ნაცვლად სასჯელს მიიღებს. ახლა კი იმ დროს უნდა შევეხო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც ხასიათდება იმით, რომ ტექნიკისა და ტექნოლოგიის განვითარება ელვისებური მასშტაბით მიმდინარეობს. ეს პროცესი ნიჭების განვითარებაშიაც ასევე მიმდინარეობს და არა მხოლოდ ამ მხრივად. ყველა პროცესი, რაც კი დედამიწის გარემოში ხდება, დაჩქარებული და გაძლიერებული ტემპებით სრულდება. რაც იმიტომ ხდება, რომ ამჟამად ვიმყოფებით დროში, რომელსაც ბიბლია აცხადებს, რომ 1000 წელი როგორც ერთი დღეო და მის შედეგს კი ნაყოფთა მომკის ქმედებას უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს 1000 წლობით ნაგროვები ცოდვისა და მადლის მომცველი ქმედებებით გაზრდილი ენერგიების ფაქტებად გარდაქმნა და ამიტომაც ეწოდება ამ პერიოდს აღსრულების ჟამი.
ახლა კი იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რატომ არის ასე მოჭარბებული უბედური შემთხვევები. თვით ისეთ გლობალურ სიტუაციამდე ასვლამდეც, როგორიც არის ომებითა და კლიმატური კატაკლიზმებით გამოწვეული სიკვდილიანობის მასშტაბები. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ დასაბამიდანვე კაცობრიობის ცხოვრებისეული მოღვაწეობის სვლა ცოდვილ გზაზე დაადგა. ამიტომ დროთა მსვლელობა ასახავდა ადამიანთა მიერ ნაგროვები ცოდვების სიჭარბეს მათგანში მიმართებით და როცა ხდებოდა ამ თანაბარტობის ძალიან დარღვევა, სამყაროც შესაბამის ზომებს იღებდა მის დასაბალანსებლად. ასეთი დაბალანსების ყველასათვის ცნობილი ამბავია სრულყოფილების დონეზე განხორციელებული წყლის წარღვნის ისტორია და მის შემდეგ კი ალაგ-ალაგ ნაწილობრივი წარღვნითი მოვლენების განვითარება. ახლა კი მინდა იმ კავშირზე გაცნობოთ, რაც მოქმედებს იმაზე, თუ რატომ სჩადის ადამიანი ან ბოროტებას და ან და უანგაროს სიკეთეს. სიკეთეს უანგაროს იმიტომ ვურთავთ არამ განსაზღვრელად, რომ ანგარების საფუძველზე ჩადენილი სიკეთე არ არის, არამედ შენიღბული ბოროტება. სიკეთის და ბოროტების ჩადენის სურვილს ადამიანში ის გრძნობები იწვევენ, რომელიც მასში მყოფობს. ხოლო გრძნობების გაზრდას კი ემსახურება ის გენეტიკური მიმდინარეობა, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და ახლაც გრძელდება უწყვეტად, თაობათა ცვლითა და მემკვიდრული გენის უწყვეტობით. ამიტომაც დროთა მსვლელობა ადამიანთა მოდგმაში ასახვას პოვებს გრძნობების სიძლიერის ზრდაში, რაც არის ყოველივე იმის საფუძველი, რაც ადამიანურ ფენომენს განსაზღვრავს. ახლა კი ორიეთ სიტყვით იმაზე მინდა გაცნობოთ, სინამდვილეში რა ითვლება ცოდვად და რა არა. მას განსაზღვრავს ის კანონმდებლობა, რომელიც შემქმნელმა ქმნილებას დაუდგინა საარსებო ინსტრუქციად და ანგელოზად ყოფნის დროს ქრისტემ ამ კანონებით შექმნა სიტყვიერად გასაგები ფორმის მომცველი გონება, რომელიც ყოველ ადამიანს ეძლევა სულის სახით და ორგანიზმში ფუნქციონირებს ქვეცნობიერი სახითა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეშვეობით. გონების კანონების მომცველია ბიბლია და მისი შეკრებილი ფორმის წარმოდგენა კი შეგიძლიათ ნახოთ წიგნში ბედისწერის კანონმდებლობა. მაშასადამე ამ კანონების დაუცველობა ბოროტება ანუ ცოდვაა და დაცვა კი სიკეთე ანუ მადლი. ბედისწერა სწორედ ამის მიხედვით განირჩება და მისთვის მიკერძოება დაუშვებელია. რაც შეეხება ცოდვილ გზაზე დადგომას. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ და სამწუხაროდ არც ახლა აქვთ იმ ცოდნაზე, რაც ახლა გაცნობთ. რაც ცხადია სატანის დამსახურება არის. ამიტომაც კაცობრიობის მიერ გამგლ პერიოდს ბიბლია ღმერთის მიერ უმეცრებად შეფასებულ დროებას უწოდებს და მასზე აცხადებს იმას, რომ შემქმნელისაგან ფლებისადმი მიცემული თავისუფალების გამო, რაც ადამიანებმა ცოდვების ჩადენის უფლებად გამოიყენეს, დაშვება მოხდა მათ ცხოვრებაში სატანის ხელმწიფების ეპოქის არსებობისა. რაც იმით დაგვირგვინდა, რომ ეშმაკის სულის მქონე კაცი ანტიქრისტეც კი წარმოშვეს და ის უბედურებანიც, რაც დღეს ხდება, მისი ნაშენები ბოროტების მგრევის ამსახველი პროცესებია. რადგან სამყაროს კანონი ასეთია, რაც ღმერთს არ შეუქმნია, ყოველივე ნადგურდება. და რაც ახლა იმიტომ ხდება, რომ ადგილი უნდა გაიწმინდოს ქრისტეს ხელმწიფების დროის დასადგომად. ამიტომაც არის ბიბლიაში მეორედ მოსვლის შესახებ ინფორმაცია იმაზე, რომ მას წინ უძღვის წარღვნის მაგვარი მოვლენების განვითარება. აბა დაფიქრდით იმ ფანატიკოსებს, რომელიც თავს მორწმუნეებს უწოდებენ, რომ სჯეროდეთ იმისა, რომ ქრისტე ადამიანის სახით მოვა და თან იცოდნენ ვინ არის, რა მოყვებოდა ამას. დაფიქრდით ამაზე და არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რატომ უნდა გასუფთავდეს გარემო სიკეთის მოსასვლელად. ახლა კი იმაზე, რატომ აყენებს ღმერთი ამ პროცესს და ევოლუციურად ახორციელებს. მას ხომ შეუძლია ყოველივე ერთ შეწყი შეცვალოს. ცხადია, ამას აქვს საფუძველი. ჯერ ერთი ის, რომ ძალიან მომრავლებულია ბოროტეულთა რაოდენობა და მათი უცბად განადგურება წარღვნის მოვლენის გარეშე შეუძლებელია. რაც ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ დადებულ აღთქმას კაცობრიობისადმი. ამიტომ ეს დაუშვებელია. თანაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ მიმდინარეობს განდგომილების პროცესი. თუ რას ნიშნავს ის, ამაზე სრული განმარტება უკვე გამოქვეყნებული მაქვს და მსურველებს შეუძლიათ მოიძიონ ეს ცოდნა. მე კი აქ იმას აღვნიშნავ, რომ ანტიქრისტეს გარდაცვალებამ ასწრაფა ეს პროცესი და ამიტომაც რასაც მე ვაცხადებ, ამ დროისათვის იმ ცოდნის ფლობა მეტად საჭიროა და აუცილებელიც. ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, ცოდვების ჩადენის სიჭარბე რომ არის დამახასიათებელი ყოველი იმ ეპოქისათვის, რომელთაც კაცობრიობა გადიოდა. მე მხოლოდ შევეხები იმ მოვლენას, რომელიც იესო ქრისტემ ჩაიდინა და ეხება მისი სისხლით საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვას.
რაც მან იმიტომ შესძლო, რომ ის იყო მფლობელი კაცობრიობის გონების შემქმნელი ანგელოზური სულისა, ხოლო როგორც ბიბლია ამბობს, რომ სული სისხლშიცაა, ამიტომ მისი სისხლის მსხვერპლად გაღებამ კაცობრიობის ცოდვებზე მიტევება მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის განყოფილება დაიბლოკა ბედისწერის განშის პროცესის წარმოებაში, რაც ასევე ნიშნავს ზოგად საკაცობრიო ნათლისღებას, რისი შედეგიც ის არის, რომ ამოვლინის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელღებული სული და მისი ნათლია კი ქრისტეა, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ცოდვილი მემკვიდრეობის გენი დაბლოკილია. მაგრამ ვინაიდან ადამიანებს ნაბოძები აქვთ არჩევანის თავისუფალი ნება და სატანის ძალისხმევით კი რელიგიებმა მოახერხეს ამ ცოდნის სიცრუით გადაფარვა, ამიტომ იმ ნათლობების საშუალებით, რომელი რიტუალის ჩატარებასაც გაქრისტიანებას ეძახიან, სინამდვილეში ხდება უარყოფა ქრისტეს ნათლეობისა და ბავშვს ბედისწერაში ეხსნება ცოდვილი გენის დაბლოკილი მხარე. რა შედეგებიც ამ ქმედებებმა გამოიღო, ამას კომენტარი აღარ სჭირდება, რადგან ის უბედურებები ხდიან მას თვალსაჩინოდ, რაც კაცობრიობას აქვს თავსატეხილი, რომელნიც ამჟამად ისე სწრაფად და გაძლიერებულად იმიტომ მიმდინარეობენ, რომ როგორც გაცნობთ, მომკის დრო შევიმყოფებით. ამიტომ ერთი ცოდვის ჩადენას შეიძლება ისეთი მემკვიდრული წილი დაემატოს, რომ საბედისწეროც კი გახდეს, როგორც ეს იმ წყვილს შემთხვევა, რომელზედაც საუბრის დასაწყისში გესნობთ. მათი უბედურების მიზეზი კი ის ჯვრისწერა იყო, რომელიც უწყინარი და პირიქით ღვთისმოსაწონი ქმედება ჰგონიათ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში ჯვარი სიმბოლოა იმისა, რაც ქრისტეს წამებას ასახავს და ამიტომაც ასოცირდება ცოდვების მოზიდვასა და მის საზღაურზე. ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ ადამიანთა თავსდატეხილ უბედურებებს იმ მიზეზით, რაც ხდება იმ სრულ ქმედებების გამო, რაც რელიგიებმა და სექტებმა ღმერთის სახელით შეატყუეს ხალხს. ამიტომ ყველანაირად ვეცადე, რომ ამეხსნა მათი ნამდვილი სახის შესახებ. დაწერილი რომ არ წაიკითხეს, მერე საუბრებით ვცადე სიმართლის გაცხადება. მაგრამ სამწუხაროდ იმდენად ღრმად არის ადამიანებში გამჯდარი სიცრუე სიმართლის სახელით, რომ სიტყვები უძლური აღმოჩნდა. რაზედაც რა თქმა უნდა ვიყავი კიდეც ინფორმირებული და ამიტომ არც გამგროვებია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მთავარია სიმართლის სხივი გაჩნდეს და მის ნათებად გადაქცევას კი უკვე ვეღარაფერი შეუშლის ხელს, რადგან ეს სამყარო ჭეშმარიტებით განიგება და ფაქტებად ახდენს სიმართლის გამოვლინებას. როგორც ხედავთ, ასეც ხდება კიდეც. ამიტომ ვინც მას დროულად არ მიიღებს, მას მაინც აუცილებლად მოუწევს მის ფაქტებთან შეხება და ვაი რომ სიცრუის რწმენაზე დაყრდნობილისათვის ეს საყრდენის გამოსვლის ტოლფასი იქნება. მე არ გახლავართ არც ათეისტი და არც რომელიმე რელიგიის ან რელიგიური სექტის მიმდევარი. არამედ ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი სწამს ცოდნით. ამიტომ ჩემი მოვალეობა იმ სიმართლის გაცხადება, რაც სინამდვილეა და ამიტომაც უწოდა ბიბლია მას უფალია ჩვენი სიმართლე. ეს სახელი სხვებმაც დაითქვეს ისევე როგორადაც სრულ მოძღვრებებსაც სიმართლედ ასახებენ, მაგრამ ჩემ თვალწინ ხდება უკვე ის, რომ ღმერთი ყველას ამხელს და მათი ცრუებაც ვლინდება. ხოლო რაც შეეხება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მისი სიმართლე კი ყოველდღიურად მკიცდება ფაქტებით. ამიტომ ვინმე შეისმენს თუ არა მას, შედეგი ასახვას მხოლოდ მასზე პოვებს. მე კი ჩემ მოვალეობას ვასრულებ და კვლავ შევასრულებ, რადგანაც ვიცი, რაც მოყვება ღვთისადმი ურჩობას და ასევე მისიონური მოვალეობის უგველყოფას. ამიტომ თუ კი იქნება ჩემგან რჩევის მიღების ნდომა, ის ასეთია. ისმინეთ ბიბლიის გაფრთხილება და ცოდნით იყოლიეთ ღმერთი. ვინაიდან ახლა უკვე იმ დროში ვიმყოფებით, რომ მის გარეშე ვერავინ შეძლებს თავის დაცვას. განსაკუთრებით კი ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული იმ საკითხებში გარკვევაზე, რაც ღმერთისადმი რწმენას ეხება, რადგან სწორედ მასია დაფუძნებული ბედისწერის განგება.